ხიზბოლოს ახალი კლინიკა საქართველოს პრეზიდენტმა გარდაბანშიც გახსნა. ეს უკვე რიგით მეხუთე კლინიკაა, რომელიც სადაზღვევო კომპანია ირაოს ინვესტიციით აშენდა. 25 საწოლიანი სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი და კეთილმოწყობილია რენტგენისა და ეკოსკოპიის კაბინეტებით. ობიექტზე 70-ზე მეტი მედიკოსი და საქმდარობლებმაც გადამზადების კურსი უცხოეთში გაიარეს. ქვეყნის პირველმა სამედიცინო ცენტრი დაათვალიერა, მეტპერსონალს გაესაუბრა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მე ვიცი რომ სახლში მეორე საქმე გაქვთ, მოულოდნელად დაგესხით თავს, არ ვაპირებდი აქ შემოვლას, მაგრამ მე გულმა მაინც გამომიწია, მაგრამ დიდი მადლობა რომ ვიღაცას გონია რომ უბრალოდ ზოგიერთ პოლიტიკოსს რომ ხალხი ძალით გამოყავთ ავტობუსებით მოერეკავენ ჩემთან შეხვედრებზე. ღმერთია მოწამე რომ 1 საათის წინ გადავწყვიტე აქ მოსვლა და თქვენ ყველანი ხართ აქეთ გარშემო კორპუსების გარშემო ადგილების კვიდრი გადაბნელები. და ეს არის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი, რომ არაფერი არ ხდება ორგანიზებულად, ჩაწყობით, რაღაცა დაძალებით. ეს არის მთავარი, რომ მე მოვდივარ თქვენთან, იმიტომ რომ არ შემიძლია რომ არ მოვიდე. და თქვენც მოდიხართ, იმიტომ რომ თქვენ გძნობთ, რომ რაღაცა ჩვენი ქვეყანაში იცვლება უკეთესობისკენ. რაღაცა ხდება ხალხისთვის და კეთდება, რაც შესაძლებელია და რაც კეთდება, რომ ეს არის ყველაფერი, არა იმისათვის, რომ თავრობამ თავი მოიწონოს, არა იმისათვის, რომ გამგებელმა ქულა ჩაიწეროს, არა იმისათვის, რომ სოფლიოს ნიშანი მოუგოთ, არამედ იმისათვის, რომ ჩვენი ხალხი და ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი რწმენა, იმსახურებს ბევრად უკეთეს ცხოვრებას. იმიტომ როცა ჩვენ დავიწყეთ ამ რეფორმების გატარება, ჩემო ძვირფასებო, აი მე მახსოვს იძახოდნენ 3-4 წლის. ნუ კაი, რა გააკეთა ამ თავრობა, ხო, ნუ კაი, ხო, ნუ აი პოლიცია გააკეთა, კარგი. მერე ის რა ქვია, მერე რა, ხო, ნუ კიდე გამოცემზე ფულს აღარ იღებ. ხო, ნუ ესაც გააკეთა პრინციპში. კიდე რა გააკეთა, ნუ რაღაცა გზები დააგვეხა, გზებს ხوار გადაუსვათ პურზე და ხوار შევჭამთ. ნუ რაღაცა წყალი გაიყვანა სადღაც, ნუ ეხა ის კიდე რომ მე ფიქრობ, რომ ყველაზე ამაზე რაღაც იტყვია, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე ნათელი გამოხატულება თანასწორობის იდეის. ყველაზე ნათელი გამოხატულება იმისა, რომ მილიარდერებს და მილიონერს და ძველი მთავრობის წევრს კი არა, დღეს ყველა საქართველოს მოქალაქეს აი ამ ჩვენი პროფესიონალების დახმარებით შეიძლება პრაქტიკულად 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს დონის საავადმყოფოში, რომელიც აღჭურვილია ისეთივე ტექნიკით, როგორც ამერიკაში, რავი, ბრაზილიაში საუკეთესო საავადმყოფოები, ჰოლანდიაში, საფრანგეთში ისეთივე საავადმყოფო გქონდეს, მაგალითად გარდაბანში, მაგალითად ბოლნისში, მაგალითად რუსთავის რამდენიმე უბანში. და ეს არ არის შემთხვევითი რაღაც, ეს არის ის, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ვმუშაობთ. ხშირად უცხოელები ამბობენ, რომ აი რითი აკეთებს საქართველოს ყველა, აი რითი აკეთებს, საიდან გაქვთ ამდენი ფული? ნავთობი თქვენ არ აქვთ, გაზი თქვენ არ აქვთ. არა გვაქვს ნავთობი და გაზი, ვაღიარებთ. მაგრამ ჩვენ ნავთობი არ აქვთ, გაზი არ აქვთ და არ აქვთ კიდე ერთი რამ, არ აქვთ კორუფცია. და ეგ არის თავი, რომ და ის პოლიტიკოსები, ვინც ცდილობენ რომ საქართველოს დააბრუნოს წარსულში, ვინც იკრიფებიან ტელევიზორში შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა დარბაზებში, ყველა სახელს და გვარს ვიცნობთ. თვალებზე და სახეზე აწერია დოლარები, უბრალოდ დარტიო დოლარებს ვეღარ ძალავენ თქვენ. რომ ვეღარ გძალავენ უკანასკნელ კაპიტს, ვეღარ გამცირებენ, ვეღარ განადგურებენ, ზემოდან ქვემოთ ვეღარ გიყურებენ. იმიტომ რომ ადრე 5 პალატა იყო ესეთი გარემონტებული, როგორც ეხა 1000-ობით არის საქართველოს და მარტო ისინი მკურნალობენ. თქვენგან გატაცებული ფულით. მარტო ისინი დადიოდნენ უცხოეთში სამკურნალოდ. მარტო ისინი მათი შვილები იყვნენ მოწყობილი კარგად. აი ეს იდეა დაუგრიეთ მათ. ამიტომ არ უნდათ მათ აწყო და ამიტომ არ უნდათ მათ მომავალი. ამიტომ უნდათ მათ რომ დაუბრუნონ წარსულში. ამიტომ აი რომ ყველა ჩვენი მტერი თელ ფულს დახარჯავს იმისათვის, ჩაკრის იმაში რომ როგორმე წავიდეთ უკან. და მაგრამ ხალხი არ არის რომელიღაც ჯორცხენი, რომელსაც ლაგამი უნდა ამოდო და თავი მოატრელებო უკან წარსულისკენ. ჩვენმა ხალხმა წარსულიც კარგად ნახა და ძალიან კარგად იცის მომავლის ფასს და უკეთეს ცხოვრების ფასს გაიგებს უკეთესად. იმიტომ რომ ჩვენი ბავშვები უკვე დადიან სკოლებში, რომელიც ძირითადში ყველა გამთვარია და ძირითადად არის კარგად აღჭურვილი. ჩვენი ავადმყოფები პოლისების მეშვეობით მათ შორის ძირითადად კურნალობენ ასეთ კლინიკებში, რომელსაც ჩვენზე 10-ჯერ უფრო მდიდარი ქვეყნის მოქალაქეები ნატრულობენ. ჩვენი გზები ყველგან არ აგერული გარდაბანში, ყველა ძირითად გზებზე გვაქვს პროგრამა. ყველა ძირითად უბანზე გვაქვს წყლის პროგრამა. მარტო გარდაბანში რუსთავში წყალი თუ იქნებოდა რუსეთის მეცნიერებს რომლებიც და ეხლა 98% რუსთაველი სამოსულს საერთოდ აღარ წყლის პროგრამა. დაავიწყდა და კიდე კარგი რომ დაავიწყდათ. არც მინდა შევახსენო, უბრალოდ ეხლა სიტყვა მოიტანა. მე არ ვაპირებ ვინმე შევახსენო და დავამადლო.
ნეტავი დაავიწყეთ, რომ იყო უგზოობის, უშუქობის, უწყლობის და კიდე 1000 გვარი რაღაცაობის პრობლემა. და ნეტავი ერთხელ და სამუდამოდ დაგვავიწყდეს უსახსრობის და სიგარების პრობლემა. ეს არის მთავარი ამოცანა საბოლოო ჯამში. ჩემო ძირფასება არასდროს არ დამოიწყება ჩემი ყველა შეხვედრა გარდაბანში. არასდროს არ დამოიწყება თავარ ქუჩაზე ბოლოზე რომ მოდიოდა და ათასობით თქვენგანი ასობით ათასობით მე ვიცი მომყოლოდა გვერდზე. ესეთი სიტყვა როგორც აქ ხალხს აქვს. იმიტომ რომ აქ ცხოვრობს ძალიან შრომის მოყვარე და ძალიან განსაკუთრებული ხალხი. ხალხი რომელიც ჩამოსულია მთელი საქართველოდან თავის დროზე. ძალიან ბევრი გარეკახელები, სვანები, იმერლები, ეთნიკური აზერბაიჯანელები და განსაკუთრებით ეს არის მინი მოდელი საქართველოსი. როგორ შეიკრება ბევრი შრომელი, თბილი, კარგი ხალხი ერთად ძალიან რთულ ადგილზე. იმიტომ რომ გარდაბანი რა თქმა უნდა ყოველ სტუდია უშერობის თვალსაზრისით არც ერთ თავრობა ბოლომდე აქაურობას არ ხედავდა ეს მე კარგად ვიცი, მაგრამ მე ისიც კარგად ვიცი რომ ჩვენი პოლიტიკა სწორედ ეს არის მივხედოთ იმას ვინც ყველაზე დაუცველია. გავიხედოთ იქითკენ სადაც არასდროს არავინ არ იხედებოდა. იქ შევქრათ ისეთი რამე რასაც ვერასდროს ვერავინ ვერ იოცნებებდა და ვერ იფიქრებდა. და ეს არის როცა ჩვენ თვითონ დავიჯერებთ რომ ჩვენ ქვეყანას აქ მომავალი ამ წმენას უკვე ვერაფერი ვერ დაარღვევს. ძალიან დიდი მადლობა რომ მოწყვეთ თქვენ ოჯახებს და გამოყვეთ ჩემს თანხმობას. და მე დღეს უკვე მე რამდენი სამწყობოს ხსნი, მე რამდენი ობიექტს და ის შემოგვაღამდა. მაგრამ მინდა გითხრათ რომ არ ერთის გრამით არ ვიღლები ხოლმე. იმიტომ რომ იმხელა ენერგიას ვაძლევთ თქვენ. შემიძლია უსაშუალოდ კი ნეტავი კიდე 100 იყოს დღეს გასახე 100-ვე სიამოვნებით გავხსნით. მაგრამ ვინაიდან ეს ამერთით ვასრულებთ, ეს უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული და მე მგონი მართლა განსაკუთრებულია. აი ამ თქვენი პროფესიონალების დახმარებით